დიდი მადლობა ქალბატონინო მოწვევისთვის, მოგესალმებით ყველას. ჩვენ აქ ამ დარბაზში ვხედავთ თანამოაზრეები, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ანუ ერთი აიდის თემი ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ უმაღლეს განათლების და ანონსებულ რეფორმასთან მიმართებით ჩვენ გავაფართოთ ამ რეფორმის მიმართ კრიტიკულად და ნეგატიურად განწყობილ ადამიანთა წრე. ეს მე მგონია, რომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მით უფრო რომ თავად ეს რეფორმა შეიცავს ისეთ ნაღმებს, რომლებმაც შეიძლება ოპოზიციურად განაწყონ არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ადამიანები, არამედ თვით ქართული ოცნების მხარდამჭერებიც. მე ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს რეფორმა თავისი არსით ესე იგი სდება, არ მეყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ ასე ვთქვათ, ბაბლის განწყობებს და მისი რეზისტენტულობა შეიძლება იქცეს რაღაცა ერთ-ერთ მეინსტრიმულ ნაკადად ქვეყანაში. ხა რატო ვფიქრობ ამას და რა არის ნაღბები, რაც ამ რეფორმის მიმართ ნეგატიურად განწყობილთა წრეს გააფართოებს. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს არის ის, რომ ეს რეფორმა თავისი არსით ეწინააღმდეგება ქართულ საზოგადოებაში გაბატონებულ თუ მეინსტრიმულ ღირებულებებს, ეს ერთი და მეორე, ეს რეფორმა ამწვავებს ან აღრმავებს ქვეყნის წინაშე არსებულ სოციალურ პრობლემებს. რაც შეეხება ღირებულებებს, ხო, ესე იგი, თანაც ის ღირებულებები, რომლებსაც ახლა მოგახსენებ და რომლებსაც ეს რეფორმა ეწინააღმდეგება, ეს რაღაცა ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებით წინ წამოწეული ღირებულებები კი არ არის, არამედ ამ ღირებულებათა მეინსტრიმულობა გაზომილია, მეგობრებო, სხვადასხვა კვლევებში, საქართველოს ჩატარებულ კვლევებში. აი, მაგალითად, რომელ ღირებულებებს ურტყამს ეს რეფორმა? პირველი ურტყამს უმაღლესი განათლების მიღების ღირებულებას, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხარისხიანი უმაღლეს განათლების მიღების ღირებულებას. ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი აქცენტირებული და გაბატონებული ღირებულება საზოგადოებაში. ათეული წლებია, ძალიან დიდი ხანია ასეა. მეორე, არჩევანის თავისუფლება, ასევე ურტყამს ეს რეფორმა ამ ღირებულებას. მესამე, ეს გახლავთ ღირსება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პროფესიული ღირსება და მეოთხე, ეს სამივე ღირებულება რაღაცნაირად გარდაწყდება კიდევ ერთ ესე იგი საყოველთაოდ გაზიარებულ საყოველთაოში გულისხმობ უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ღირებულებაში, ეს არის ევროინტეგრაცია. აი, სულ მცირე ამ 4 ღირებულების დეკონსტრუქციას ახდენს უმაღლეს განათლების ეს ასე ვთქვათ, დაანონსებული რეფორმა და რამდენიმე ინდიკატორს გეტყვით, რატომ ახდენს ამ ღირებულებათა დეკონსტრუქციას. პირველი, რატომ ვნებს ეს რეფორმა ხარისხიან უმაღლეს განათლების მიღებას? აქ ბევრი ითქვა და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა ამას. ეს რეფორმა არის პირდაპირ ინტერდისციპლინურობის წინააღმდეგ მიმართული. ახლა მე წარმოვადგენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თქვენ ვერ ნახავთ ჩვენთან მოქმედებს 6 პროგრამა, 6 სასწავლო პროგრამა და თქვენ ვერ ნახავთ პროგრამას, რომელიც არ იყენებდეს მომიჯნავე დარგის რომელიმე კურსს, ანუ კურიკულუმში არ იყოს ჩართული მომიჯნავე დისციპლინების საგნები. მათ შორის სოციოლოგიურ საგნებს ბევრი სხვა სასწავლო პროგრამა იყენებს, იქნება ეს პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა და შემდეგ. აღარ ჩამოთვლი ახლა ამ პროფესიებს. და მას თუ ესე იგი რაღაც უნივერსიტეტს რომელიმე უნივერსიტეტს ეძლევა რომელიმე დარგის განვითარების პრიორიტეტი, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი უნდა არსებობდეს, ანუ ერთ ქალაქში ერთ უნივერსიტეტს, ერთზე მეტ უნივერსიტეტს არ შეეძლება რომელიმე სასწავლო პროგრამის
სწავლებას იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ინტერდისციპლინარობა არის პრინციპში გაუქმებული. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს მეცნიერების განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. მეორე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ რეფორმის თანახმად სახელმწიფო უგეგმავს უნივერსიტეტებს, რომელი პროგრამები განახორციელოს, რამდენი სტუდენტი მიიღოს და ასე შემდეგ. ეს ურტყამს პირდაპირ არჩევანის თავისუფლებას, რომელიც კიდევ ერთი როგორც უკვე გითხარით, ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, ხო? ანუ სტუდენტს, უბრალოდ აბიტურიენტს აღარ შეეძლება მიმართოს იმ სასწავლო პროგრამას იმ უნივერსიტეტში, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია, ანუ მას ერთმევა არჩევანი. რაც რასაკვირველია, მას მნიშვნელოვნად აზარალებს მის თავისუფლებას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფაქტურად უქმდება კონკურენტულობა უნივერსიტეტებს შორის. შემდეგ აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ 12 წლიანი განათლების გაუქმებაზე. ესეც ურტყამს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას, იმიტომ რომ როგორც წესი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მინიმუმ 12 წლიანი განათლება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ვინმე სწავლა გააგრძელოს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ეს რეფორმა აუცილებლად გამოიწვევს პირველი პროფესორთა კადრების მნიშვნელოვან შემცირებას, მინიმუმ გამესამედებას ან მათ ჩამოქვეითებას. მაგალითად სრული პროფესორები გახდებიან ასისტენტ პროფესორები, ან ასოცირებული პროფესორები გახდებიან ასისტენტ პროფესორები. ესე იგი, გარდა იმისა, რომ იზრდება უმუშევრობის დონე, ღრმავდება უმუშევრობის დონე, შესაბამისად ღრმავდება სიღარიბეც, იმიტომ რომ ბევრი აკადემიური პერსონალისთვის საუნივერსიტეტო შემოსავალი შესაძლოა იყოს ერთადერთი და თანაც ის მხოლოდ საკუთარ თავს კი არ უზრუნველყოფს ამ შემოსავლით, არამედ შესაძლოა უზრუნველყოფს ოჯახის წევრებსაც. ანუ ის ასე ვთქვათ დამანგრეველი ეფექტი, რაც ამ რეფორმის განხორციელებას მოყვება, შეეხება არა მხოლოდ ასე ვთქვათ ამ ხელისუფლების მიერ ნეგატიურად ან ოპოზიციურად ან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, არამედ შეეხება მთელ საზოგადოებას.